მე ვარ ელიას ხილაძე 11 წლის. სწავლობ 22 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთის თამაში. 3 თვეა ვთამაშობ საფეხბურთო კლუბ ჯორჯიაში. ფეხბურთზე შესვლა იმდენ გადავწყვიტე, რომ მინდა რომ დიდი ფეხბურთი ვითამაშო. მე ვთამაშობ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციას. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობაა გავიტანო ბევრი გოლი. კარიერაში უკვე გატანილი მაქვს 800-მდე გოლი. ჩემი ყველაზე კარგი საფეხბურთო თვისება მგონია დრიბლინგი. სამუშაო მაქვს ახლოს ზუსტ პასებზე. ვის ჯორჯიაში ჩემი მწვრთნელია ლევან კობახიძე. ის არის სამართლიანი, არ არის მკაცრი და არის დამრიგებული. მინახავს მის თამაშს და კარგად თამაშობს. მაგრამ რო გავიზრდე, მასე უკეთესად ვითამაშებ. საქართველოს ნაკრებში სამომავლოდ ვითამაშებდი 10 ნომრით. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის ლიონელ მესი და საყვარელი გუნდი ბარსელონა. სახლში მაქვს სხვადასხვა ცნობილი ფეხბურთელის 15-მდე ფორმა. მე მინდა მქონდეს იასამნისფერი ფორმა, რომელსაც იქნება ხაზები თეთრი. უკან უნდა მეწეროს ათიანი და სხილაძე. მე რომ ახლა კარგი ფეხბურთელი ვიყო და კარიერას დავიწყებ დინამო ბათუმში, შემდეგ გადავიდოდი ლივერპულში, შემდეგ გადავიდოდი ბარსელონაში და კარიერასაც ბარსელონაში დავასრულე. მე მაქვს ფეხბურთის ნიჭი და ვითამაშებ დიდ ფეხბურთს. სავარაუდოდ ფეხბურთში თამაშობ 40 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ გავხდები ბარსელონას მწვრთნელი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ყავს კარგი დამრიგებელი, კარგი კლასელები და მაქვს კარგი გარემო სკოლაში. გვაქვს მოედანი და დიდი ეზო. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია თორნიკე ნაკაშტი. ყველაზე ცალკეა დაჩი ძნელაძე. ყველაზე მშვიდია დაჩი ჯაბნიძე. მე ვარ ყველაზე ჭკვიანი, სიმპათიური და ნიჭიერი. ამეტავზე შეყვარებული არ მყავს, იმიტომ რომ უფრო ფეხბურთზე ვარ გადართული. ჩემი აზრით ცოტა მომიყვან, როცა ვიქნები 25 წელი. მეყოლება 3 შვილი და დავარქმევ იკას, ხატიას და ლუკას. ხატი ამინდა გამოვიდეს პრინცესა, ლუკა მინდა გამოვიდეს ფეხბურთელი და იკა მინდა გამოვიდეს ბოქსიორი. ჩემი საყვარელი საგანია სპორტი. საყვარელი მასწავლებელია აიაბაჯანიძე, ის არის ძალიან ლამაზი, მშვიდი და კეთილი. ახლა მინდა ვიყო 15 წლის. იმიტომ რომ 15 წლის ასაკში უფრო გამიმარტივდა ფეხბურთის თამაში. ფეხბურთს რომ ჩამოვყალიბდი, ყველაზე მეტად ხელს მიწყობს დედიკო. დედაჩემი არის ძალიან ლამაზი, ჭკვიანი, დამრიგებლური და კეთილი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ხაჭაპური. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს ხინკალს. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია სულხან-საბა ორბელიანის იგავები. მე რომ წერალი ვიყო, წიგნს დავწერ ჩემს ცხოვრებას. თუ როგორ გავხდი დიდი და წარმატებული ფეხბურთელი. მულტფილმებიდან მიყვარს ოზი, ძაღლები რო არიან და ფილმებიდან მიყვარს მარტოსა. ჩემი ოცნების საჩუქარია მესის ხელმოწერილი მაისური. დოსნური ჯოხი მქონდეს მექნებოდა სწრაფი სუპერძალა. სამგზავროდ სიამოვნებით წავიდოდი ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში. ჩემს თაობაში ყველაზე დიდი პრობლემა მგონია ტელეფონზე მიჯაჭვულობა. ახლა რომ მთელი მსოფლიოს ბავშვები მისმენდნენ, ვეტყოდი რომ არასდროს არ გაჩერდნენ, არ დანებდნენ და რაც მიზანი აქვს შეასრულონ. უბრალოდ ურჩევ რომ ბავშვებს ხელი შეუწყონ ოცნებების ახდენაში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ვისთან ერთად ვიცხოვრობდი უკაცრიელ კუნძულზე. მე უკაცრიელ კუნძულზე რა თქმა უნდა ვიცხოვრობდი დედაჩემთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. უნდა იყოს თუ არა ადამიანი უკუდავი. მაგალითად, ჩემი აზრით ადამიანი უნდა იყოს უკუდავი. იმიტომ რომ ადამიანებს აქვთ ბევრი ოცნება და ვერ ასწრებენ მათ სიცოცხლეში ახდენას. ანუ ადამიანი უნდა იყოს უკუდავი, ან მინიმუმ უნდა ცხოვრობდეს 150 წლამდე. ბედნიერება არის ფეხბურთის თამაში და ასეთი კარგი დედიკო რომ მყავს. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.